მეგონა BMW-ის სასარგებლოდ იქნებოდა +1. ჩვენი წითელი მონსტრის აწყობა დასრულდა ლუქს აუტოში. მაგის მერე ალბათ ნახავდით, რომ დრიფტსაც გავტესტეთ, როგორ მუშაობს Supra, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყოს, რომ Supra-ს ერთ-ერთი დიდი პლუსი არის მოჭიდება უკანა საბურავებზე და ამიტომ რა ვშვებით, რა თქმა უნდა გავტესტოთ დღეს დრაგზე F83 კაბრიოლეტ M4-თან. სუფთა სისხლის ბავარიული ძრავი, რომელიც არის 6 ცილინდრიანი B58 და გამოიმუშავებს 382 ცხენს. ამას იმისთვის გეუბნები, რომ შეადაროთ, იმიტომ რომ ნაკლები ცხენები გვაქვს ჩვენ და მაინც გასწრებას ვაპირებ. ეს არის ჩემი ბავარიელი მეგობარი, BMW M4 F83 კაბრიოლეტი, რომელსაც აქვს 3-დან 0 მოცულობის ძრავი, გამოიმუშავებს 431 ან 425 ცხენის ძალას. და ვიმედოვნებ საკმარისი ცხენებია Supra-ის დასაჩაგრად. ამინდები ჯერ კიდე საშუალებას გვაძლევს, რომ უკან მაქსიმალური მოჭიდება დავდოთ საბურავზე და ამავე დროს გეცოდინებათ, რომ ჩვენ დრიფტში უკვე გავტესტეთ Supra, პაკელოს ზეთიც ვნახეთ როგორ მუშაობს, რამდენად კარგად უძლებს დატვირთვებს, მაგრამ საინტერესო იქნება, რომ დრაგის კონდიციაშიც შევხედოთ პაკელოს და დავწონოთ, რამდენად გამოსადეგარია დრაგის სერიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ავტომობილი 300 კილოთი უფრო მძიმეა ვიდრე ხეროს Toyota Supra, დღეს ისეთ ხელა და ისეთი კაი ამინდია კონდიციონერითაც გავასწრე. Supra-ს პლუსებს გეტყვით ახლა M4-თან შედარებით. არის უფრო პატარა, უფრო აეროდინამიურია, უფრო მსუბუქია დაახლოებით 200 რაღაცა კილოთი და რაც მთავარია, M4-ის განსხვავებით მე ვაპირებ ლანჩის გამოყენებას და შენ? რაც შეეხება ნასტროიკას, ეს მანქანა არის სრულიად ქარხნულ მდგომარეობაში. ამ მანქანაზე აყენია DCT, იგივე dual clutch-ი გადაცემათა კოლოფი და ვფიქრობ, ბევრად უფრო სწრაფია გადართვებში ვიდრე ხეროს ტიპტრონიკი. ეს ავტომობილი Howa Auto Import-მა როგორც ჩამოგვიყვანა ქარხნულ მდგომარეობაში, არაფერი არ შეგვიცვლია. მართალია იყო შემოთავაზებები და ძალიან დიდი მადლობა, რომ Downpipe შეგვეცვალა, კაინდენის ფილტრი შეგვეცვალა და ეგეთი რაღაცები, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ თავიდანვე გამოვაცხადე მე, რომ Supra მჭირდებოდა სრულიად ქარხნული და სრულიად ქარხნული Supra-ით ვაპირებთ M4-თან დაჭერას. დღეს დრაგზე არ იქნება არც მეგობრობა და არც დანდობა, ერთადერთი M4-ის ცხვირს რაც უნდა ვაჩვენოთ, ეს არის Supra-ს ულამაზესი უკანა ფარები. კი, ნამდვილად ეგრეა, დღეს ჩვენ შორის ერთ-ერთი გულდაწყვეტილი წავა სახში. საბურავის გახურებას თუ არ აპირებთ, მაშინ მე გავახურებ და შეგვიძლია დავდგეთ. დავაი. იკა ჩამოწონა და აკელი თორე. ისედაც უნდა გავბრდღნა M4. გაიზმაო. კონსიორერი შარტას ეგონი აზრი აღარ აქვს. ზიო, ეს შარტულია ყველაფერი რიგზეა. გინდა ენერგიაზე მოგიყვანოს. კროკოსნეკები მაქვს უგემრიელესი მოიცადე. ვამძიმებ რა, ცოტა ვამძიმებ. ეს მარილიანია, შოკოლადის დავიტოვე მე. ძმაო, მე გაგისწორდება, რო წააგებ, შეგილია გემონი. ჩააგემონ, უგემრიელესი იქნება და გულსაც გადააყოლებ. ბიჭო, უნდა კითხო მზად ვართ თუ არა? პირდაპირ რო იქნებ. მაგითო ვიკითხე, ლანჩი თუ ჩაერთო, ეგრევე ჩამოვწევთ. კაი. კაი, ანუ იმას არ ერთხება ხოლმე. იცი რა ქენი? ჯერ მე მკით, მოიცხარ. თუ გინდა მე შემეკითხე ჯერ და მერე დავისტარტოთ. აი, სტარტზე ვდგავარ, გამზადებული. ეხა მივხვდი რა საჩალიჩებს. საბურავები მიცივდება. ოპა! ეხა გასაგებია. ნახე ტექნიკა. ვა, ბიჭო, ნერვიულობ. რამდენი ხანია დრაგზე არ ყოფილვარ.
რა გვიქნა ჩემი კაცი არასწორი გადართვის გამო ჩემი კაცი რამდენი ვიბლატავე არადა მე რაიმე პირველად დრაგზე იმენა ლოხივით გამოვედი ათას რაღაცას უნდა დააჭირო მანუალში გადმოვდე ისა ესა კაროჩე რა ძალიან ცუდი რომ მქონდა სავარაუდოდ ხო აი არა უშავს ფორა მოგეცი ჯიგარი ხარ ლიცენზირებულ სანდო დაცულ კრიპტოსაფულეს თუ ეძებს, რომელიც შეიქმნა 2017 წლიდან, შეგიძლია coinmania.gr აკრიფო, რეგისტრაცია გაიარო და ამ პლატფორმაზე შეძლებ Ethereum-ის, Bitcoin-ის, Litecoin-ის და სხვადასხვა ცნობილი კრიპტოების შეძენას და გაყიდვას. მოკლედ, კრიპტოსამყაროსთან დაძმაკაცება თუ გადაწყვიტე, შეგიძლია აღწერაში ჩაიხედო, coinmania.gr-ზე გადახვიდე და დაუძმაკაცდე. აბა როგორ ისიამოვნეთ? შვენიერი კიდევ ცადოთ. კაი, ერთი არის. ეხა საფინალო გადამწყვეტი გასვლა უნდა გქონდეს. ზუსტად იგივე დროში ვიარე, რაც წინა სუპრა ყავდა ჩვენ. იმიტომ რომ თეთრი სუპრა რო ყავდა რა, 12:59 ქონდა დრო რა და იმ M4-ს ქონდა 12:53 და წარმოიდგინე რა სიმბოლური არის და გადაობა არის რომ ზუსტად იგივე დროში ვიარეთ. ძალიან კაია და საბურავი არ მივარგა. ხო არ გეგონა BMW-ების სასარგებლოდ იქნებოდა +1. ბიჭო, რატომ მიზადნავ? რატო? ტუნაობდა, რავი, ვერ დავასაბირული. მანქანა ხტუნაობდა? ხო. ეგ მაიმუნი და ცელკი. ოდნავ მანძილი მცირდება რა. კაროჩე, კაი იყო. ოღონდ მაღლებში სუ ოდნავ გეწევი რა. თუმცა თუ თადარიგი არ დავიჭირე აი ჩამოქმნელის დროს რა, თუ ოდნავ მაინც დავიგვია და მერხევა, ვსიო. დავოდი.
როგორ მომნატრებია დრაგი ხო არ გადაო? არა, გაგორებული შენია, ძმაო. იმენა შენია, აშკარად. წინა დრაგი რო გადავიღეთ. 12.53 ქონდა იმ მანქანას და 12.59 ქონდა ძველ სუპრას. ეხა ჩემი იყო 12.35 იყო და შენი იყო 12.9 საუკეთესო, ხო? მგონი. მაგრამ იმ მანქანაზე შენ ხარ კიდე დაახლოებით მოიცადე 100 კილოთი მძიმე ხარ როგორც მახსოვს. 100 პლუს. მეტი თუ არა. ხო, ანუ რეალურად ძალიან მაგრად დადის. და არია შენგან ამის მანქანა. კი, და ანუ იგივენაირად დასრულდა რეალურად, ანუ ადგილიდან მაშინაც სუპრა მოიგო და გაგორებულიდან BMW მოიგო რა. ხო და ჯანი მეტი აქვს, აშკარად იგზნობა რომ მეტი აქვს ჯანი რა. კი, მაყოფილი ვარ, კარგად გავერთეთ. კი, კაცო, არა. ტყუილად ეს ბავშვი. ამ ჯარდო. არა, კარგი იყო, კარგად გავერთეთ. ერთნაირად დადიან სიტკმის რა. თავიდან რასაც გადამიხდები, ეგრე მივდივარ. ადგილიდან მე რო ხტები, ხო? თითქმის რო უნდა დავდივარ და გაგორებულიდან შე რო ხტები, იქაც ერთნაირად დავდივართ რა. კი ბატონო. აი, კარგად უნდა გამიხურებინა საბურავი. მოკლედ, მადლობა. ივე, სტუმრობისთვის. თქვენ კიდე არხი უნდა გამოიწეროთ, ხო გახსოვთ დრაგის სერიები რო კიდე გადავიღოთ და შევხვდებით შემდეგ ბლოგში. ადიოს.